მოგესალმებით, სიტყვით თქვენთაგან ზოგადად მადლობა ის რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, ამის რომ ალაიქეთ და კომენტარით, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენოთ რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის გამომწეროთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ და დღევანდელი გასვლა მინდა გავაკეთო ესეთი. არიან ადამიანები, რომლებსაც წარსული აღარ უნდა დაალაგეს ყველაფერი, გაიარეს სიტუაციები. ამ ეტაპზე არც არავინ არ ყავთ გვერდით და აინტერესებთ. შემოვა თუ არა მათ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი. და ნახოთ თუ უშლის რამე ხელს ახალი პარტნიორის შემოსვლას. ვარიანტებად გავაკეთოთ. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. და ამისთვის გამოვიყენოთ რა გამოვიყენოთ აბა? ამიტომ გამოვიყენოთ ესეთი ლაზურიტი და ესეთი ვეფხის თვალი. მგონი ჩანს თუ არ ჩანს. მგონი ჩანს. თორი ერთნაირ ფერშია და ცოტა უფრო მოდით ეს იყოს ვარდისფერი კვერცი. აი ესე ჯობია. უფრო გამოჩნდება. პირველი მეორე ვარიანტი ლაზურიტი ვარდისფერი კვერცი და ვნახოთ გამოჩნდება თუ არა თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი, ახალი ადამიანი და ასე შემდეგ, ხო? თუ რაღაცა პრობლემა და არ ჩნდება, ესე იგი რაღაცა გვიშლის ხელს და მაინც ნახოთ რა გვიშლის ხელს ამაში. მაგათ პირველ ვარიანტს დავტოვებ და მეორეს გადავდებ, ვინც არჩეთ ლაზურიტი, აქეთ დავდებ. შემოვა თავად მამაკაცი, მოდით დავიწყოთ, როგორი მამაკაცი იქნება ეს. შემოვა თქვენ ცხოვრებაში მამაკაცი, რომელიც იქნება შესაძლებელია პროფესიებით იყოს სამხედრო, სამედიცინო სფერო, რაღაცა ესეთი, სამხედრო, თქვათ, პოლიცია შეიძლება ჩავთვალოთ. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განვითარებული გონება, ძალიან კარგად იცის, როდის რა, როგორ უნდა იმოქმედოს, არის ძალიან ზედამიწევნით, ამის მერე ეს უნდა გაკეთდეს, იმის მერე ეს უნდა გაკეთდეს, საათობრივად წამები წუთებში რო აქვთ გათვლილი ცხოვრების ყველა ეტაპი, ესეთი ადამიანი არის. ადამიანს საკმაოდ დიდი გამოცდილებებიც აქვს, ვერ ვიტყვი რომ არ აქვს, ძალიან კარგი შესაძლებლობები ექნება გონებრივი, შეგეძლებათ ნებისმიერ თემაზე საუბარი, ნებისმიერ საკითხთან კონსულტაციების მიღებაც ამ ადამიანთან, ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ გამოცდილება მქონე. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი შესაძლებელია, რომ ასაკობრივად, ნახეთ, ასაკით უფროსი თქო, რომ ვთქვა, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ასაკით უფროსი არ არის და თქვათ, შემოვიდა პატარა და ანუ უბრალოდ მაგას მიაქციეს ყვეტყობა, რომ ასაკით უფროსი უნდა იყოს. არა, ნახეთ, ასაკით შეიძლება პატარაც იყოს, მაგრამ მისი ცხოვრების პრინციპები იყოს ცოტა ისეთი, დაღვინებული, მომწიფებული, გაანალიზებული, გააზრებული, ჩამოყალიბებული, ხვდებით? რაღაცა ესეთი მომენტი არის აქ. როგორი ადამიანი არის? ადამიანი სულ რო იტყვი, ან მოძრაობის მდგომარეობაში არის. ვერ იტანს წარუმატებლობას, ანუ მაქსიმალურს გააკეთებს ყველაფრისთვის იმისთვის, რომ გამარჯვებული იყოს, იმისთვის, რომ წარმატებული იყოს. ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი არის, არ ვიცი, რატომღაც მოდის ეს მდგომარეობაც, რომ სულ გზაშია, შეიძლება ითქვას და მოდით ესე ვიტყვი, ადამიანს შეიძლება ყოლოდა ოჯახიც კი
შესაძლებელია, დაშორებული იყოს ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაცა, ყოველ შემთხვევაში ადამიანს კონკრეტულ პიროვნებებზეც აქვს ვალდებულება, ეს შეიძლება შვილი იყოს, ეს შეიძლება ყოფილი ცოლი იყოს, ვალდებული ყოფილი ცოლზე ნაკლებია ხოლმე, მაგრამ შვილზე მაინც არის, ხო? და კიდევ ერთი ყველაზე ძალიან ისეთი დამახასიათებელი ამ ადამიანის არის ის მომენტი, რომ ნახეთ, ადამიანი არის სულ გზაშია. არ ვიცი, შესაძლებელია ტერიტორიული მომენტიც იყოს თქვენ შორის ძალიან დიდი სიშორე და აქედან გამომდინარე იყოს ადამიანი რაღაცა სულ მიდი-მოდის მდგომარეობაში, ხო? ახლა თუ თქვენ ცხოვრობთ თბილისში და პიროვნება ცხოვრობს ბათუმში, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ტერიტორიული სიშორე არის, ხო? თუნდაც გორში ცხოვრობდეს და თუნდაც ხეთაში ცხოვრობდეს და რა ვიცი, თუნდაც ყვარელში, ხო? აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი რაღაცა სულ გზაზე უნდა იყოს და სულ რაღაცა ხშირად უწევს მანქანით მოძრაობა, ხო? რაღაცა ხშირად უწევს დიდ დისტანციებზე გადაადგილება, ესე ვთქვათ. პირველი ვარიანტი, არ ვიცი ხარ ვინ მოვა თქვენთან, იმედია მე დამიწერთ კომენტარს, ყოველ შემთხვევაში თქვენთან მოდის ადამიანი, და ამიახლოებით გითხარით, როგორი პიროვნება, როგორ შეგიძლიათ ამოიცნოთ ეს ადამიანი. მოკლედ, ვინც მეორე ვარიანტი არჩია, თქვენთან მოდის თუ არა ადამიანი. მეორე ვარიანტს ცოტა არ იყოს და დავაზუსტო მინდა თქვენთან მეორე ვარიანტი შემოდის თუ არა ვინმე კონკრეტული ადამიანი კაი, დავაზუსტოთ და ვთქვათ. მოკლედ, მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს მე გეტყვით იმას, რომ აქ ვერ ვიტყვი, რომ არ გაქვთ იმის, რომ ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ვერ ვიტყვი იმას, რომ არ ხართ ისეთი სასურველი, ხო? ხანდახან არის ხოლმე, რომ მეკითხებიან ხოლმე, რომ ალბათ არ ვარ, ხო, სასურველი და იმიტომაც ვერავინ ვერ ვიპოვე ჩემი რაღაც, არა, ძალიან სასურველი ხართ, ძალიან საინტერესო ხართ, ვიტყვი რომ კი ბატონო, მოდის თქვენთანაც მამაკაცი, მაგრამ ნახეთ, აქ არის პრობლემა იმასთან მეთებას, რომ თქვენ ურთიერთობებში გაშორებენ. ნახეთ, თქვენი ურთიერთობების მდგომარეობა არ ეწყობა. ნახეთ, როგორი მომენტია პარტნიორის რომც და მოუნდეს მოსვლა თითქოს ისე ხართ ჩაყეტილი, რომ არ გამოდის ეს სიტუაცია. ხო, შეგამჩნიათ ადამიანმა, მაგრამ ვერ გადმოდგანა ბიჭი, ვერ იმას ქნა, ხო, რაღაც ვერ გაბედა თქვენამდე მოსვლა. მე აქ გეტყვით იმას, რომ მეორე ვარიანტს გაქვთ პრობლემები იმასთან მიმართებით, რომ აქ ჩაკეტილი გაქვთ ბედი. აქ შესაძლებელია იყოს ეს რაღაცა, თქვა, საგვარეულო მომენტებით, შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი სიტუაციები, ან მეორე მხრივ კიდე ერთი მომენტია, ხოლმე, როდესაც არ აქცევენ ამას ქალბატონები ყურადღებას ხოლმე და შეიძლება არც გაკეთების დროს არც ეუბნებიან. ნახეთ, არის ხოლმე ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანი უბრალოდ რაღაც სასიყვარულო რიტუალს აკეთებს და ბოლომდე არ არის გაცნობიერებული რა სასიყვარულო რიტუალია და ან თუნდაც უბრალოდ უყურებდა, ხო, თქვა ყოფილ პარტნიორთან მიმართებაში რაღაცა უყურებდა სასიყვარულო რიტუალებს ონლაინ, მაგრამ ის ვერ გათვალა, რომ შესაძლებელია ეს ენერგეტიკა ისე დაიბინძურა, რომ მის ცხოვრებაში ვეღარ შემოვა სხვა პარტნიორი, იმიტომ რომ ჩაკეტა თავისი ენერგიები, ესე ვთქვათ, იმ ყოფილთან მიმართებაში, რომ უნდა რომ კარგად დალაგებულიყო, პირიქით ჩაკეტა ურთიერთობის მდგომარეობა, გზა, რომელიც ურთიერთობისკენ მიმავალი იყო, გადახერგა და შესაბამისად ურთიერთობები ვერ მოწყვეტ. აი აქ ესე გეტყვით მეორე ვარიანტი. თქვენ გააქვთ შანსი იმის, რომ პარტნიორი მოვიდეს თქვენთან, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოვა, ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგიძლიათ, რომ უბრალოდ იოცნებოთ. რაღაცა მომენტში ერთის მხრივ ვიტყვი იმას, რომ თქვა შეიძლება ეს მომენტიც არის თქვენთვის მაგივრად ამანაც იმოქმედოს, რომ
არ ხართ ჩამოყალიბებული როგორი პარტნიორი გინდათ, ანუ როგორი ადამიანი გინდათ, ანუ ვინ გინდათ, რომ ყავდეთ გვერდით, ხვდებით, აი რაღაც ეს მომენტი არის. მაგრამ როგორც ასეთი, მე შეიძლება გითხრათ კიდევაც, რომ თქვენს გვერდით უკვე არის ადამიანი, კონკრეტული ადამიანი არის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყოს რაღაც ესეთი ცეცხლის სტიქიას ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც ესეთი მომენტი მოდის აქ მაინც. უფრო არ ვიცი რატომღაც ლომს უფრო ვამსგავსებ ენერგეტიკულად, თქვათ ვიდრე ვერც ან და ეს არის მომენტი, ანუ ადამიანი უკვე არის თქვენს გვერდით, ან ის ადამიანი ნახეთ როგორ არის უკვე არის თქვენს გვერდით, თქვენს სივრცეშია. ამ ადამიანს თქვენ უკვე იცნობთ, ამ ადამიანს თქვენ უკვე არაერთხელ შეხვედრილ ხართ, არაერთხელ გქონიათ გადაკვეთის წერტილი, მაგრამ ვერ ამჩნევთ, იმიტომ რომ რაღაცა აი ზუსტად ის ჩაკეტილი მდგომარეობა გიშლით ხელს, ზუსტად ის ჩაკეტილი მდგომარეობა არ გაძლევთ საშუალებას იმაზე, რომ აქ სიტუაცია ცოტა უფრო ესეთი ურთიერთობა დაინახოთ ამ ადამიანთან მიმართებაში, მე ესე ვიტყოდ. გააქვთ თქვენ შანსი, ანუ თქვენ პირველ ვარიანტში მოდის და მალე გაიცნობთ, არ იცნობთ ჯერ, მაგრამ მეორე ვარიანტი იცნობთ აქ ადამიანს, მაგრამ აქ ურთიერთობა გაქვთ დაბლოკილი და ჩაკეტილი. აქ ურთიერთობა გაქვთ აი რო იტყვიან არ ვიცი, რატო ან როგორ მოახერხეთ, მაგრამ შესაძლებელია ეს რაღაცა რაღაც მომენტში ნახოთ შესაძლებელია ეს რაღაც მომენტში იყოს საგვარეულო კუთხითაც, მაგრამ გაითვალისწინეთ აქ არ ვიცი რა მომენტი გაქვთ გაკეთებული თქვენ გაქვთ თუ ხა ეს არ არის კონკრეტული პიროვნების გაშლა, ხო ეს საგვარე ანუ საჯარო გაშლა. მაგრამ გეტყვით აქ რო აქ რაღაცა არის პრივიასკას რო ეძახიან, ხო, რაღაც მიჯაჭვულობის ენერგია გაკეთებული და შესაბამისად ეს ენერგია გმართავთ თქვენ. და ამიტომაც რეალურად გაქვთ შანსი, ანუ ეს ზუსტად ეს ენერგია გმართავთ. ამიტომ გაქვთ თქვენ შანსი ყველაფრის, მაგრამ ღია გალიაში ზიხართ, ხვდებით, აი არის შანსი, არის გახსნის მდგომარეობის სიტუაცია, მაგრამ ამ ეტაპზე გალიაში ვზივართ. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი, პირველი ვარიანტი, მე გისურვებთ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგან და ეს სწორი ადამიანები მოსუხმოთ. რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი თუ დაინტერესდებით, ჯობია რომ მაინც საბოლოო ჯამში უფრო კონკრეტულად თქვენთვის გააკეთოთ დიაგნოსტირება. სად არის ხელისშემშლელი ფაქტორები, იმიტომ რომ აქ აშკარად გაქვთ რაღაც ესეთი ცოტა არაბუნებრივი ჩაკეტილობის მდგომარეობა. მე კი ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან და დროებით დაგემშვიდობებით.